AI-ის ეპოქაში უკვე აღარ არის ესეთი რა, ანუ თვითონ OpenAI-ც ვიცით უკვე რომ თავის რაღაცა hardware-ზე მუშაობს. GTA მაგარ რეკლამებს აკეთებს, რომ თეულზეობა ჩვენთან იქნება ყველაზე მაგარიო და სადაც ფულს გამოიმუშავებ. მან ბოლო დროს ერთადერთი სადაც არ მომწონს AI-ის ნაწილი და AI-ის ინტერვენცია არის ალბათ კრეატიული სფერო რა. კეცვადი ეკრანი თუ ჩვეულებრივი სოლიდიდან. ჩვეულებრივი ჯერჯერობით გამძლეობის შენ Apple-ის მომხმარებელი ხარ? Yes. Team Apple. მაგრამ რამდენი ხანია? დაახლოებით გეტყვი ხავე, მოკლედ ბოლო Android-ი რაც მქონდა, იყო Pixel 2 XL Google-ის. და მაგიდან გადავედი iPhone 10s Max-ზე რა, ანუ შესაბამისად 10s Max-ი უკვე გამოსული იყო და ნუ რამოდენიმე თვე იყო დარჩენილი 11 Pro-მდე რო გამოვიდოდა რა. შესაბამისად მაგ პერიოდში მოხდა ჩემი ტრანზიშენი iOS-ის მხარეს. აი რატო, აი რაღაცა გეფი გაკლდა რაღაცა და აი всё მორჩა კონტენტის შექმნა. კონტენტი. ანუ ბავშვობიდან იმდენად ორგანულად მძულდა Apple-ი და ვერ ვიტანდი, ანუ Android Samsung-ს ლექსებს ვუწერდი ჩემ ბავშვობაში. ხალხად ეგრე არა, მაგრამ ქართულის გაკვეთილზე და ოფიციალური ჰეიტერი იყავი შენ? ოფიციალური ჰეიტერი ვიყავი კი და ნუ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ Apple-ისკენ გადავედი, ნუ მხოლოდ კონტენტის გამო, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ვიდეოს კარგად იღებდა რა. და შესაბამისად მომიწია. და მაგ დროს უკვე Pixel-საც პრობლემები დაიწყო, ეს რაღაც Android-ებს რო ახასიათებდა ხოლმე ადრე რაღაც პერიოდი რო გავიდოდა და მე გაჭედვას რო დაიწყებდა და აი მეთქი ხო, კარგად იყავ. რომელი წელი იყო დაახლოებით? აუ გეტყვი ხა iPhone 11 როდის იყო გამოსული, აღარ მახსოვს 2019 რაღაც წლები არის რა. დაახლოებით 18-19 კი. აი მაგ დროს შენგან გასხოვები, ბევრი დიდხანს გავკაჩე და 2022-ში iPhone 14 რო გამოვიდა, მაშინ გადავედი რა მე. რამ განაპირობა? ყელში ამოვიდა, რასაც დევდი, ანუ მართლა ჭირდებოდა გაჯეტი, რომ ანუ არა ფოტოაპარატი, იმიტომ რომ ფოტოაპარატები მაქვს ყველანაირი აბსოლუტურად, რაც კი შეიძლება იყოს, მაგრამ EGB-იან რომ ამოვიდა რაღაც გადაიყო და ეგრევე ატვირთო სოციალ-მედიაში, მხოლოდ iPhone-ი იყო solution-ი რა, რომელამდეც მივედი და სხვათა შორის მე და ოზიმ გადავიღეთ, კი არა, მე და ოზის გადაგვიღეს აქეთ Apple-ის რეგიონალურ რაღაც ესეთ პატარა დოკ ვიდეოში რა, სადაც მე და ოზიმ ერთდროულად გადავედით iPhone-ზე, ისიც მაგარი ჰეითერია და ვიღაცის ყურამდე მივიდა და რაღაცა ინტერვიუ ჩამოვართვეს რა და ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დღემდე იგივეს ვიძახი, რომ ყველაფერი იდეალური აქვს Apple-ს ფაილური სისტემის გარდა, რაც მძულს და ელემენტი რა, ანუ აკუმულატორები აი კატასტროფულად სუსტი არის. მაგრამ აქვე გუში მქონდა ესეთი ექსცესი, მივიღო ჩემი ძმა და მეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩემი Samsung S23 Ultra ესე გადაიხსნაო, გაიბერავი ელემენტიო და რაღაცა და მიშველეო, სადმე წავიღო და გავაკეთო. მეთქი, ოკეი, მეთქი. ვაუ. ხო, რომელიც წელიწად ნახევარი გამოიყენა თან გეიმერი ახალი ნაყიდი იყო S23 თავის დროზე და ესე 2 წელში გაიბერა. და გეიმინგს საერთოდ არ ეხება, არ თამაშობს და ესე უცებ. ვაუ, Samsung-ზე სხვა შორის მსმენია მსგავსი რაღაც პრობლემები რო აქვს რა, ძალიან ბევრი device არ ვიცი ამ ელემენტის გაბერვაზე. ეს უკვე მეორედ, იმიტომ რომ ჩემ შვილს S21 აქვს, ჩვეულებრივი. და ეგეც გაიბერა. იმასაც იგივე თემა. ხო, რაღაცა. Yes, unfortunately, yeah. მაგრამ აქვე კაი ნოტა არის, ბარემ ჩვენ სტუმარს გაგასნობთ, ეს არის ნიკა ბაქრაძე. სასიამოვნოა. მადლობა მოწვევისთვის. აქ მობრძანება. როგორ დავახასიათოთ ნიკა ბაქრაძე? гаджетების და smartphone-ების ექსპერტი არის. ძალიან დიდი ხანი არის უყურებთ, თვალყურს ვადევნებთ TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე რავი რა, ძალიან ბევრ ადგილას და მაგარ კონტენტს აკეთებ რა, ყველას უსწრდება და თან სამოგზაურო კონტენტსაც აკეთებ. სამოგზაურო კონტენტს ნაკლებად უფრო ჩემს თორებზე რა, ანუ ჩემი კონტენტი რადგანაც მაინც კონცენტრირებულად არის ტექი, Reels-ებზე და TikTok-ზე ისეთ რაღაცას უშვებ, რაც მაინც ჩემი კონტენტია და ჩემი ინტერესია და შემიძლია რაღაცა სრული დრო დაუთმო და რაც მოგზაურობა არის, რავი, ანუ უფრო გამყავს
iPhone-ის კამერის ტესტში, ან ტელეფონების ტესტში რა, რაღაცნაირად ეგეთი. და ეს აი ამ ბოლო 1-2 თვის მანძილზე რაც დადე Apple-ის რაღაც sale პროდუქციაზე ვიდეოები, ხო, მოკლედ რილსები. ეგ გახდა რაღაცა super viral, იმიტომ რომ რაღაც აი მეგა მანქანა გაიშვა და ძალიან ბევრი დევს მაგაზე. მე მგონი მთელმა საქართველოს, არ ვიცი, ანუ MacBook-ების იმდენი ადამიანი უნახე, ვინც MacBook-ი შეიძინა, არ ვიცი, DJI Mic Mini შეიძინა, მათ შორის იმაზე AirPods-ებზე იყო ძალიან მაგარი ფაზაკლებები, ეგ გენიც რავი, აი გაზიდეს Amazon-ი. აი ოფიციალური Apple-ია ესე მაღაზიის story არ გვაქვს ჩვენ რა, სამწუხაროდ, მაგრამ რომ იყოს მე მგონი ნიკა გახდება ოფიციალური სახე Apple-ის რა. ცოტა Apple-ზე ვისაუბროთ რა. შენ აი რავი Apple-ის ეკოსისტემაში ხარ ჩამჯდარი. სურა ყველაფერი გაქვს მაკი იმის Apple-ის? კი, ყველაფერი აბსოლუტურად რავი, Mac-ი, Vision-ი, საათი, ყველაფერი აბსოლუტურად. კაია. ნახე აქ მიდის ძალიან სერიოზული რბოლა Xiaomi-ს და Apple-ს შორის რა. ძალიან ბევრ gadgets ტესტავდით Xiaomi-ს რა ეს home ეკოსისტემაში რა და კარგად მუშაობს. კარგად მუშაობს. რომ ავიღოთ და შევადაროთ აი რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს Apple-ს და Xiaomi-ს რა აი იცი რა არის ხო, ანუ ძალიან საინტერესო არის თვითონ Xiaomi როგორც ბრენდი და როგორც პოზიციონირდება, იმიტომ რომ ბოლო დროს მაგარი ამოქაჩა თუნდაც სახლის ეკოსისტემა რა, ეს იქნება რა ვიცი, ტვერსასრუტები, სხვადასხვა гаджеტებთან Xiaomi იმით არის ცნობილი, რომ ანუ მხოლოდ ტელეფონები და რაღაცები კი არ უკვე მანქანაც აქვს. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი Nürburgring-ზე. კი, ანუ ძალიან მომეწონა სხვა შორის Xiaomi-ის მანქანას პირადად არ დამიტესტავს, მაგრამ ანუ რაც უყურე რევიუებს და რაღაცებს, ძალიან cool არის რა. არ ვიცი, მიკროტალღური თუნელები, ის არის air fryer-ები, ყველაფერი აქვს აბსოლუტურად იმას Xiaomi-ს რა და ეგ არის რეალურად საინტერესო რა. ეხლა ჩემთვის პირადად Xiaomi კი საინტერესო არის, თუმცა საბოლოოდ smartphone-ების ნაწილში Android-ზე მუშაობს რა, შესაბამისად მაგიტომაც ეს რაღაცა პირადი შემხებობა არ მაქვს. პირადი შემხებობა რასთანაც მაქვს და Xiaomi-ის ქვებრენდები არის, თუ იცი Dream-ი, Xiaomi-ის ქვებრენდია მოკლედ რა და ძალიან ისე პოზიციონირდება როგორც Dyson-ის კონკურენტი რა. და ნუ სახლში ყველა ორი რობოტი მტვერსასრუტი მაქვს. ეგრე მოხდა. ხო და Dream-იც მაგარი საინტერესო ბრენდია რა, ანუ ბევრი ეგეთი საინტერესო პროდუქტი აქვს ზოგადად Xiaomi-ის, რაც შეგიძლია რომ დაინტეგრირო შენს ჭკვიანი სახლის ეკოსისტემაში. მათ შორის ისეთი რაღაცებიც, რაც Apple-თან და HomeKit-ს. საათები მაგალითად? საათებიც მაგარი საინტერესოა, თუმცა საათებიც ისევ და ისევ, ნუ თუ გაქვს Xiaomi-ის ტელეფონი, ყველაზე მაგარი მეჩია, ეგ და ყველაზე მაგრამ აი low budget-ში გადის. რაში? Low budget-ში გადის. ხო, low budget-შიც ის არის, ხო რა, აქვს ახლა Xiaomi-ს რამოდენიმე ისეთი საინტერესო high budget მოდელიც, თუნდაც Apple Watch Ultra-ს კონკურენტები რაც არის რა, Samsung-საც აქვს და ყველამ წამოწია რა, მაგრამ ხო, low budget-ში ძალიან ბევრი არჩევანი არის. ხო და ნუ Xiaomi-ს ეგრე დავახასიათებდი უფრო, რომ არჩევანი გაქვს ძალიან დიდი. აბსოლუტურად ყველაფერში რა. ხო, ნუ მაინც მე ვფიქრობ, მაინც რაღაცა სეგმენტში მაინც უგებს. ახლა მაგას საქართველოში არ ვიცი როგორაა. მაგრამ მე მგონი საქართველოს მაინც ყოველ მეორეს მაინც Apple-ი აქვს რა, iPhone-ი აქვს. კი, რაღაც ეგრე. მაგრამ მაგრად აწვება რეკლამას Xiaomi worldwide რა, ყველგან აბსოლუტურად. როგორ ფიქრობ, ახალი Xiaomi 17 Pro Max-ი რომელიც გამოვიდა უკვე, მაგრამ საქართველოში არის? საქართველოში არ ვიცი, მე მგონი არ არის. არის ყველა იძახის iPhone killer-ი რაღაცა. ან ძალიან ის არის რა. სპეკებით რაღაც ძალიან ძლიერი მონსტრი არის. ძლიერი არის, კი, და საინტერესო მოდელიც არის განსაკუთრებით, ანუ ეს ჭრილის უტილიზაცია როგორც მოახდინეს რა. ანუ ამ შემთხვევაში გვაქვს უბრალო რაღაცა ვიზუალური ჭრილი iPhone-ზე. იმათ მაიღეს, copy paste გააკეთეს, მაგრამ უკეთესი გახადეს იმით, რომ ეკრანი ჩააშენეს რა. აი მაგაზე უნდა მეკითხე, რას ფიქრობ? იცი რა არის, აი სიმართლე გითხრა, რადგანაც ახლა პირდაპირი და პირადი შემხებობა არ მქონია. ვერ ვიტყვი, რამდენად კომფორტულია ესა ტელეფონი რო გიდევს და აქ რაღაცა notifications რო ხედავ.
ან მაგრამ ხო შეგიძლია გათიშო, ხო, ანუ შენზეა დამოკიდებული, ეგეც option-ი არის რა, ანუ შესაბამისად option-ზე არის ზოგადად მთელი Android-ის სამყარო რა, რაღაცა option-ები გაქვს, შეგიძლია რაღაცები გამოიყენო, რაღაცები არა რა. უბრალოდ ხო, აი, არ ვიცი, დავარდნის მხრივ რამდენად პრაქტიკულია ეგ ყველაფერი, რამდენად გაგების ტესტების გაკეთება. ძალიან ის არის რა, ხო, აი, არ ვიცი, mixed opinion-ები მაქვს რა. როგორც იდეა, ოკეი, კაია, მაგრამ არ ვიცი რა, 50-50 ძალიან. მაგრამ მარკეზამ ვიდეო რო დადო ძალიან დამაინტერესა მაინც და ვიყურე რა, საინტერესო იყო რა. რამდენად ახალმოვანში მიიღებენ იმ ოპტიმიზაციას, არ ვიცი. მაგრამ Android-ი მაინც რაღაც ახალ ნაბიჯებს დგავს, რა, უფრო გაამარტივოს კომუნიკაცია Apple-თან, აი თუნდაც Google-მა ხო დაამატა რაღაცა ეგ სხვა შორის იჩალიჩეს. თურმე მაგათი ნაჩალიჩარი ყოფილა ეს. თვითონ Google-ის? კი, და ანუ ეს კოლაბორაცია არ ყოფილა Apple-სა და Google-ს შორის. ოკეი. მოკლედ ევროკავშირმა დააძალა Apple-ს, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა დააძალა ბოლოს. ეს როგორც Type-C-ის. ხო, როგორც Type-C-ის ამბავი მოხდა, ზუსტად ასე ხდება თვითონ რაღაცა wireless კომუნიკაციების ცვლილებებშიც. იმისთვის რომ თუნდაც Apple მუშაობდეს სხვა smartwatch-ებთან და ბევრად უფრო accessible იყოს და რაღაცნაირად ცდილობენ რომ მოანგრიონ ეს რაღაცა კედლები და ბარიერები, რაც Apple-მა თვითონ ააშენა რა, თუმცა Apple-იც თავის მხრივ გამართლებულია იმით, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნავს რა. ძალიან. ხო, და შესაბამისად მაგიტომაც აი მან ბევრი წინაღობა არის ხოლმე რა და აქ Wi-Fi-ის რაღაცა კოდეკები და რაღაცები შეცვალეს უბრალოდ არ ვიცი რაზე იყო თუმცა რაც წავიკითხე მოკლედ wireless ტექნოლოგიის რაღაცა ცვლილება მოახდინეს შესაბამისად პიქსელიც რო იყო მაგაზე ადაპტირებული აიღეს და პირდაპირ მოარგეს ისე რომ ეს მაგათი Wi-Fi direct-ი თუ რაღაც მსგავსი მოკლედ ემუშავა AirDrop-თან რა და შესაბამისად ეს რაღაცა quick share-ი პირდაპირ გადმოსულიყო აქეთ და ნუ ნებისმიერი ფაილი რაც შეგიძლია რომ იმას ქნა quick share-ს იქ აწვევი Android-ზე და ეგრევე გიჩანს მთელი Apple-ის ეკოსისტემა რა. აქვე ვინმეს აი მაყურებელს განსაკუთრებით, კაი იმას ჰინts მივცემ, არსებობს ძალიან კაი API, რომელსაც ქვია Blip. ხო, გამიგია. ფასო რეკლამა იყოს. ძალიან მაგარია, აი Windows-ზე მაგრად მუშაობს და პირდაპირ Mac-დან Windows-ზე, iPhone-დან და ასე შემდეგ. ძალიან უცებ ატრანსფერებ ყველაფერს და მაგას ადრე მჭირდებოდა სანამ Mac-ი ვიყიდე, მაგრამ მე გადმოვედი მთლიანად Apple-ის ეკოსისტემაზე და დავივიწყე. რა აზრის ხარ კეცვად smartphone-ებზე რა? ეხლა არა, Apple-იც მუშაობს, ხო. საფხულის Apple მუშაობს, ვიცი, მაგრამ როდის გამოუშვებენ, არ ვიცი. ეხა უკვე 2026-ში სექტემბერში მოწევს კი. კაი, ეხანდელ ბაზარზე რაც გვაქვს არის Flip-ი, მე-7 და მეორე გამოდის ეხლა უკვე. Flip Fold-ი და მათ შორის უკვე Trifold-იც ეხა გამოვიდა. Trifold-ი? არ გინახავ Samsung-ის? No. ზუსტად Z Flip, უბრალოდ Z Fold 7-ის ვიზუალის არის უბრალოდ 3-ჯერ კეცვადია რა. მესამე ეკრანი კიდე. ხო, ანუ 10 ინჩიან ეკრანად იმუშავება. Okay, nice. Strange, ძალიან უცნაურია. და Motorola გამოუშვა Razer V to Air რაღაცა. Razer 60 თუ 60 ხო. გქონდა შეხება არამე? იცი რა არის, ესე პირადად შეხება არ მქონია, თუმცა მინახავს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ხა Razer-ი ძალიან პოპულარულია თავის დროზე, რაღაცა კეცვადი iconic ტელეფონია რა და შესაბამისად მაგიტომაც აიღეს და დაარქვეს ამ სერიას Razer-ი რა. Okay. ეს Razer 60 პირველი მაგათი კეცვადი არ არის, ჯერ სულ პირველი კეცვადი გამოუშვეს, ჯერ კიდევ სანამ არის პირველი Flip-ი, პირველი Samsung-ის Flip-ი რო პოზიციონირდებოდა რა, მაგ დროს გამოუშვეს და რაღაცნაირად ეგ ბრენდი ააღორძინეს რა და ეხა უბრალოდ ნუ upgrade-ებს უკეთებენ, ეს მე მგონი არ ვიცი, მე-6 წელია და მე-6 iterაცია არის მაგათი Razer 60 და Razer 60 Ultra აქვს თუ არ ვცდები. ანუ ერთ-ერთი არის უფრო პრემიუმ ტელეფონი, მეორე არის შედარებით უფრო ბიუჯეტური, როგორც Samsung-ს აქვს Flip 7 FE ეხა რა. ერთს აქვს, ხო, უფრო პატარა ეკრანი, მეორეს უფრო დიდი ეკრანი აქვს გარეთ ამხარეს რა. შენ როგორ ფიქრობ, ან საჭირო არის ეგ ან Flip-ი ზოგადად კეცვადი ტელეფონი? მე ვფიქრო, რომ why not? ანუ თუ რაღაცა დაიხვეწება, ძალიან დიდი სიამოვნებით გადავალ.
ძალიან დიდი სიამოვნებაა, იმიტომ რომ უფრო კომპაქტური ხდება. აი, სხვა შორის ბევრმა, ეხა ტრაიფოლდი რო გამოვიდა რა, ბევრმა ახსენა ძალიან იმ პრობლემაზე, რაც ზოგადად fold-ის სტილის კეცვადებს აქვს რა. რეალურად შენ მაგას ყიდულობ, როგორც კონტენტის მოხმარების, ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ასევე multitasking-იც არის რა. მაგრამ კონტენტის მოხმარებისთვისაც ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ რაღაცა გადაშლი და ფილმს უყურებ რა. მაგრამ პრობლემა იმაში არის, რომ ფილმები რაც გვაქვს ძირითადად ხო 16:9-ზე არის, მაინც ოპტიმიზირებული ან 21 იმაზე არის რა. და აქ ფაქტობრივად ანუ 4:3-ზე ეკრანი გაქვს, უგიგანტურესი შავი ბორდერები გაქვს და მაინც საბოლოოდ, რასაც აქ უყურებ რა, იგივეს ხედავ იქ ამ გაშლილ ეკრანებზე ფილმების კუთხით რა. ხო და ტრაიფოლდმა ზუსტად ეგ პრობლემა დასოლვა, ასე ვთქვათ, რომ გავიდა მაგიმეში ხო? ანუ გადის რა 4:3 ასპექტურ ფარდობას და 16:9-ზე ჩვეულებრივ გაშლილ 10 ინჩიან ტაბლეტის ფორმას იღებს რა. და მანდ უკვე ჩვეულებრივ შეგიძლია კარგად გემრიელად ჩაუჯდე ფილმებს რა. ოკეი, ანუ მომავალი აქვს მე ფიქრობ რა, უფრო მსუბუქი, უფრო კეცვადი, უფრო კომპაქტური smartphone-ები გჭირდება ზოგადად ყველას. თავისი სეგმენტი ყავს და ეყოლება რა ჩემი აზრით. ოკეი. ბევრჯერ დაიდროპა ინფო, რომ აი ძალიან მალე Tesla უშვებს, Elon Musk-ი უშვებს ახალ smartphones, P-phone იყო, რაღაც ეგეთი. აი მაგაზე ძალიან ის არის, რა ქვია. რაღაც smartphone-ი, რომელსაც ფასი არ ექნება და ექნება subscription-ი და ექნება რაღაცა ultra super რაღაც ბატარეა რა, ანუ გაკამე მაგაზე არ მინახავს ერთადერთი რაც Tesla-ს ტელეფონზე მინახავს იყო წინა წლებში უფრო რაღაცა ლიქები და რუმორები იყო რა. მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვარ მაგაზე განწყობილი იმ კუთხით, რომ არ მგონია ეს ყველაფერი რეალური იყოს, არ ვიცი. აი, მასკიც იმდენად რაღაცნაირად AI-ს აწვება, საერთოდ არ ვიცი, ტელეფონი AI-ს ეპოქაში უკვე აღარ არის ისეთი რა, ანუ თვითონ OpenAI-ც ვიცით უკვე რომ თავის რაღაცა hardware-ზე მუშაობს, რაღაცა device-ი იქნება, არა smartphone-ი, ანუ არა ეკრანით. რომელიც მოკლედ მთლიანად ChatGPT-ის engine-ზე იმუშავებს, ასე ვთქვათ, რა ხელოვნურ ინტელექტზე რა. შესაბამისად, მაგიტომაც Tesla-ს ტელეფონი უფრო ნაკლებად რაღაცნაირად სკეპტიკურად ვარ რა. იცი რომ სტატისტიკურად უკვე მე მგონი 16-17 წლამდე ბავშვები მოზარდებში ძალიან დიდი პროცენტულობით იყენებენ voice assistants და არა ტექსტურს. ანუ უკვე აი ხედავ სად არის prediction და სად არის მომავალი რა, რომ სავარაუდოდ რაღაც ისეთ gadget-ებზე გავალთ, სადაც უბრალოდ voice ჩვენ ხმას გამოვიყენებთ რა. და აი წერაც არ მოგვიწერს თუ რა, არ ვიცი რამდენად გაგვაზარმაცებს ეს ყველაფერი რა. და Elon Musk-ი არის მე ვფიქრობ შეიძლება გააკეთოს რა რისკავს, ძალიან ბევრს რისკ. ერთ-ერთი ადამიანი მეგონი სოფლიოში, რომელიც რისკავს ხოლმე არ გამოსდის, შეიძლება ერთი 10 ჯერ გააკეთოს რაღაც არ გამოვიდეს და მე ბოლოს რაღაცა კაი რაღაცას გააკეთებს რა. შეიძლება სადოს. ანუ შეიძლება რატო? არსებობს მაგის ნაბიჯები რა გადადგას რა. ნახოთ რა სიზამს, არ ვიცი. ნიკ შენ გეიმინგში როგორ ხარ? ძალიან ცუდად. ერთადერთი რასაც ვეუბნები არის GTA 6. და მაგის გამო წინა წელს ტრეილერი რო გამოვიდა PS5 Pro-ს ვიყიდე, მაგრამ Rockstar-მა ასე დაგვაჯილდოვა, რომ აბა შემდეგ წელს არა და ევოდეთ წლის ბოლოს. ანუ შენ არჩიე PlayStation-ი ვიდრე Xbox-ი მაგალითად, ხო? ხო. მე მგონი ეგ რაღაცნაირად უკვე ბოლო დროს default არჩევანი არ ვიცი Xbox-ი. ადრე იყო ძალიან ისეთი პოპულარული, ჯერ კიდევ ჩემ ბავშვობაში მახსოვს, ძალიან ვოცნებობდი ეს Kinect-ი, რომ მეთამაშა და მქონდა Xbox 360 რა. ხო, ჩემ ბავშვობაში სამწუხაროდ ეგრე ვერ მოხდა. ფინანსური პრობლემების გამო ვერ მყიდულობდნენ, მაგრამ ეხა ბოლო დროს ვხედავთ, რომ ძალიან ამოიქაჩა Sony რა, PS5 და დომინანტია. ანუ დომინანტია ფაქტობრივად Xbox-ები აღარც იყიდება რა. და არ ვიცი რასთან არის კავშირში, იმიტომ რომ gaming სფეროში მთვად ისე ძალიან ჩახედული არ ვარ, თუმცა smartphone-ები.
ხო, smartphone-ები, მაგრამ ერთადერთი, რა ვიცი, ჩემი პირველი არჩევანიც ეგრევე PS5 იყო რა, PS5 მეყიდა. ჯერ PS5 ვიყიდე, რაღაც მედო ცოტა ხანი, მერე PS5 Pro-ზე განვახდი რა. Nintendo გიცდია? თანამედროვე Nintendo, არა, სიმართლე გითხრა. მინახავს რა, ზოგადად კაი კონცეფცია არის, რომ შეგიძლია როგორც კონსოლი ისე გამოიყენო და ტელევიზორთან ითამაშო რა. და თან პორტატული არის და პორტატული გეიმინგიც მაგარი ის არის, პოპულარული არა, მაგრამ ესე პირადი შემთხვევობა არ მქონია სამწუხაროდ. ცა გირჩევ Steam Deck-ი რა. ესე იგი, ზვაკას მაიყიდა და ის ძალიან ისეთი სერიოზული გეიმერია. და ამოიღო თამაშობს რაღაც მოდი გატესტი, აუ მეთქი არა რაღაცა და მეთქი არ მინდა მკიდია, არ მაინტერესებს და მაიცავ და ჩართო ძველი პირველი Sony 1-ის თამაშები რა. ჩემი ბავშვობის თემა ეგ არის რა. და ესე იგი, ერთ ნახევარი საათი ისე ვითამაშე, რომ მე ხელიდან ვერ მართვია რა, გლეჭდა. ძალიან კაი ფილი აქვს რა. აი თუ რაღაც mobile gaming-ზე ცოტა უკეთესი რაღაც ფილი გინდა, Steam Deck-ი Nintendo-ს მირჩენია მაგალითად რა. ოკეი. Nintendo საინტერესო იმით, რომ Nintendo-ზე არის უნიკალური თამაშები. უნიკალური თამაშები აქვს ხო ეგ. აი ეგ სფერო არის რა. საერთოდ გაქვს რამე ისე ამ gaming future prediction-ები რაღაც რომ რა შეიძლება სად გადაიზარდოს gaming-ი რა. რაში? იცი რა არის, ანუ თავდაპირველი რაღაცნაირი prediction-ი ალბათ ის იყო, რომ VR-ში გადაინაცვლებდა ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენად მუშაობს ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუნდაც Vision-იდან გამომდინარე, რამდენად მუშა არის, რამდენად ატაცებადი არის, მთლიანად ვირტუალური რეალობის კონცეფცია ძალიან დაქვეშენებადი არის რა. იმიტომ რომ თითქოს და წამოვიდა ეგ რაღაცა ტალღა VR თამაშების და რაღაცა, თუმცა მე სადღაც გაჩერდა და სადღაც ჩავარდა. აი ხა რაღაცა აი ამ რაღაცა ჩავარდის პერიოდში ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ვართ, შენ უფრო გეიმინგი. აუ კი, ჩავარდაში ვართ ანუ. აი Oculus-ზე ხო ძალიან ბევრ ახალ Oculus-ზე გავტესტეთ რა თამაშები და კი საინტერესო კი კაია, მაგრამ ვერ გაძლევს იმ feels, მაგრამ ერთადერთი PlayStation-ს რაც აქვს თავისი VR-სად ხო PSVR-ი აი მაგან დამიტოვა ყველაზე საინტერესო ფილი რა. ალბათ ახლა მან სპეციალური თამაშები არის PSVR-ისთვის თუ რაღაც არსებობს არა სპეციალური თამაშებია, ყველა თამაში ფიზიკურად ვერ ჩარცავ და ვერ ითამაშებ რა. მაგრამ ეგ არის რა. ანუ რაც უფრო გამარტივდება დამსუბუქდება, დაპატარავდება, ბევრად საინტერესო გახდება რა. და ასევე მე ვფიქრობ, გეიმინგის მომავალი კიდე არის სპორტთან დაკავშირებული რა. ძალიან პოპულარული გახდა გეიმინგ საჭეები, სტიკები, ბევრი რაღაცა, რაც ავითარებს შენ სკილებს. ბოლო-ბოლო Formula 1-ის Grand Prix მრბოლელები ვარჯიშობენ ხო აი ვირტუალური რეალობაში რა, კი, კომპიუტერულ თამაშებში ასე ვთქვათ რა. იმდენად ახლოს არის მიყვანილი ეს ფილი ყველაფერი, რომ ვაინათ და ბევრად იაფია კი არ და დანაკარგის ფაქტორად საერთოდ არ გაქვს ამაში რა. იმედია განვითარდება ეს სფერო, იმიტომ რომ რავი კარგი მომავალი თითქოს აქვს რა. კი, იმიტომ რომ ეხლა ჯერჯერობით მარტო smartphone-ების გეიმინგში არის გაჩერებული დრო აი გეიმინგის რა რაღაც ესე, ნუ აი PC gaming-იც მიდის, მაგრამ ძალიან ჩამორჩება რა, იმიტომ რომ აი ახლა თამაშები როგორც Roblox-ი მაგალითად გადაფარა ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ უკვე იქ თავიდან მეგონა რომ მეთქი რაღაც ასაკობრივი შესაძლოა იქნება რა ბავშვები. ანუ არა, ნებისმიერი ასაკის ყველა თამაშობს, იმიტომ რომ რაღაც ინტეგრაცია მოხდა რა, აი სხვადასხვა ასაკებზე გათვლა მოხდა რა და ბოლო-ბოლო შეიძლება ითევზაოს საკაიფოდ რა, მაგრამ აქ GTA მაგარ რეკლამებს აკეთებს, რომ თევზაობა ჩვენთან იქნება ყველაზე მაგარიო და სადაც ფულს გამოიმუშავებ. მან GTA 6-ი მაგაზია გათვლა, რომ იქ ვირტუალურ რეალობას შეგვიძლია ფული იშოვო რაღაცნაირად რა. ხო, GTA Online-ში და თქვა მაგათ ეკოსისტემაში რაც აშენებენ რეალურად კაია და საინტერესოა რა. ბრო, ცოტა AI-ზე ვისაუბროთ, როგორ ხარ საერთოდ? შვენივრად. შვენივრად, ოკეი, nice. AI-სთან რავი, იცი რა არის? ბოლო დროს ერთადერთი სადაც არ მომწონს AI-ის ნაწილი და AI-ის ინტერვენცია არის ალბათ კრეატიული სფერო რა.
იმიტომ რომ ბევრი საკომერციო რეკლამა რაც იყო გადაღებული ბოლო წლებში თითქოს რაღაცნაირი ტრენდი წამოვიდა, რომ აი აუცილებლად შენს მარკეტინგში და შენს კომპანიაში AI უნდა იყოს ინტეგრირებული რა. და თუ არ გაქვს ინტეგრირებული რაღაცნაირად შენ ჩამორჩენილი ხარ, სადღაც უკან ხარ. ხო და აი Coca-Cola-მ დადო თუნდაც McDonald's-მაც დადო მე მგონი ნიდერლანდებში ანუ სრულად 100%-ით AI-ის რეკლამა და ანუ იმედენად კოშმარია ვერც კი აღუწერ და ამ დროს ვხედავთ რაღაცა ანუ იგივე Apple-ის მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა ანუ აქეთ გვაქვს McDonald's-ის და Coca-Cola-ს სრულად AI რაღაცა დამახინჯებული რეკლამა, სადაც ანუ ადამიანების რესურსი ფაქტობრივად ნოლამდეა დაყვანილი და აქეთ გვყავს Apple, რომელმაც ზუსტად იმავე დღეს დადო Apple TV-ს ახალი ინტრო დადეს რა, მოკლედ რებრენდინგი ჰქონდათ და ლოგო თლიანად ფიზიკურად ჰქონდათ გადაღებული, ანუ CGI-ის გარეშე მთელი ინტრო რა, რომელიც ანუ რო შეხედავ ეგრევე გონია რომ CGI არის და რეალურად არის რაღაცა Apple-ის შუშის ლოგო, რომელიც სხვადასხვა შუქებით არის, მოკლედ სტუდიაში ისე გაკეთებული, რომ ეს ყველაფერი ისე შეიკრას, რომ ინტრო გამოვიდეს ფაქტობრივად აი იდეალური რა, აი გეგონება CGI-ის უყურებ, მაგრამ ფიზიკური ეფექტებით არის გადაღებული მთლიანად რა. ხო და აი ეს რაღაცა კონტრასტი დღესდღეობით ძალიან ესე დგას რა, ანუ AI-ის ინტერვენციას აი ამ რაღაცა კრეატიულ სფეროში უბრალოდ არ ვემხრობი და მე პირადად ძალიან ვარეჯექტებ რა. თუნდაც ნუ კომპანიებთან ვისთანაც მქონია შეხება და ვინც აყვა ამ ტრენდს, ეგრევე ვეუბნები რომ ანუ არა გადააგდეთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ და ასე შემდეგ. გავიგეთ რომ ეს რაღაცა ტრენდებს აყვა კაია, მაგრამ რაღაცები უბრალოდ შეუცვლელია რა. მე მაინც ვფიქრობ რომ დაჯდება ეს ყველა თავის იმაში რა, კალაპოჩი. უბრალოდ რაღაცა ჰაიპია. მაგარი ჰაიპია. უბრალოდ გამყარდება ის რომ ისევ და ის ყველა თავის არის სპეციალისტი, ყველა დარგის სპეციალისტი გამოიყენებს რაღაცა AI tools და ორჩა რა. ჯერ კაცობრიობა მე მგონი არ არის აი ესე მზად იმისთვის რომ ჩვენ დივანზე წამოვწვეთ და დანარჩენი ყველაფერი თავის მოხდეს განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები როგორც საქართველო. მით უმეტეს კი. გამორიცხული და ზოგადად უბრალოდ რამხელა დეзинფორმაცია შეიძლება წამოიღოს AI-მ რა, ეგეც სოციალებში, ანუ ძალიან ჭარბად დავინახე და მაგიტომაც კიდე უფრო ეს rejection-ი გამიჩნდა რა. მათ შორის ახლა ნუ პოლიტიკა შეიძლება შევეხოთ რა, მაგრამ რამოდენიმე რეკლამაც კი დავინახე პოლიტიკური პარტიების, სადაც მთლიანად AI-ით იყო გაკეთებული რა და ანუ მეთქი ნო. ძალიან ცუდია რა. ისედაც დეзинფორმაციის ეპოქაში და მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში რომ ეს ხდება რა, ეს იგივეა. ოკეი. ზოგადად აი რო ავიღოთ რაღაცა smart home-ი ასე ვთქვათ, აი ახლო 2-3 წელიწადში როგორ ვფიქრობ რა, აი მომავლის სახლი როგორ იქნება. ჩვენ ახლა რო კი კონტროლირებადი რაღაცები გვაქვს, ეგ ოკეი, მაგრამ როგორ ვფიქრობ იქნება იმის საშუალება რომ რობოტექნიკაც ჩავნერგოთ აი ძალიან დიდი Tesla-ს ოპტიმუსი რომ მოვიყვანოთ სახლში თუნდაც. ისევ subscription-ზე გავდივართ Tesla-ზე. რაღაც რა, მაგრამ იქ ჩინური კომპანიები უეჭველად შემოვლენ ბევრად იაფად, ბევრად კარგად მე მასე ვფიქრობ. რა კი არა და უკვე აკეთებენ. ხო. იცი რა არის, ანუ smart home-ის რაღაცა პირველი ჰაიპი რაც წამოვიდა, აი როგორც ახლა gaming-ში ვახსენეთ, რომ რაღაც გაჩერებულ პერიოდში ვართ ჯერჯერობით რა. smart home-შიც რაღაცნაირად ეგრე მგონია, რომ აი ამ რაღაცა ეპოქაში ვართ ჯერჯერობით, სადაც გაჩერებულია ყველაფერი. ანუ რობოტ მტვერსასულს ვერ გავწდით ჯერ რა. ხო, ანუ რობოტ მტვერსასულს ხო ვერ გავწდით და ვთქვათ რობოტი ჯერჯერობით არ გვყავს, ან გვინახავს რაღაცა კონცეფციები, ეს Tesla-ს ოპტიმუსი და რაღაცა ჰუმანოიდი, ვინც გვეხმარება და ავტონომიურია და ასე შემდეგ რა, მაგრამ ხო, ანუ ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ, ჯერჯერობით უყურებთ, რომ AI-ის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ chatbot სისტემებში ხდება და ეგ განვითარება, ანუ smartphone-ებში შემოდის ნელ-ნელა, Apple-საც უყურებთ, რომ ამ მხრივ მაგარი გაჭედილი არის და Apple Intelligence-ი არაფრად არ ვარგა და მაგაზე მუშაობენ ზუსტად ახლა და
უფრო მგონია რომ მომავალი წლიდან 2026-27-დან უფრო და უფრო განვითარდება smart home-ის ნაწილი, იმიტომ რომ Apple-იც ეშვება ნელ-ნელა ამაში და Google-ი უწევს ახლა ახალ AI-ს რა, ფაქტობრივად ანუ Gemini-ისგან დამოუკიდებელს. მოდელი იქნება, რომელიც ჩაშენებული იქნება Apple Intelligence-ში მოკლედ რა და Apple-იც ჩალიჩობს, რომ ახალი home kit device-ები წარადგინოს, როგორც არის მათ შორის ერთ-ერთი არის, რაც 2026-ში უნდა გაეშვას რობოტი, როგორ გითხრა, რობოტული ხელი ექნება რა, ანუ მოკლედ რაღაცნაირი მკლავი ექნება, ანუ ეგეთი რაღაცა ლიქები მიმდინარეობს ეხლა რა. ხო და არ ვიცი ჯერჯერობით ეს device-ი რისთვის პოზიციონირდება რა, მაგრამ ხო უნდა დავაკვირდეთ რა იქნება 2026-ში რა, თუმცა ზუსტად მომდევნო წელს ველოდები უფრო რომ Apple-ისგანაც იქნება რაღაც smart home-ის სიახლეები რა და მაქედან უფრო წავა რაღაცები, იმიტომ რომ როგორც წესი Apple-ი რო აკეთებს რაღაცას, მე უკვე ხდება mainstream-ული რაღაცები რა. ძირითადად. ნახოთ რა იქნება. Apple Vision-ის ბედი არის ძალიან უცნაური რა, ანუ ჩვენ ძალიან ვილაპარაკეთ, რომ აი ეს ახალი Apple Vision-ი გამოუშვეს, მაგრამ რეალურად უბრალოდ ახალი M5 ჩიპი არის, ხო, მეტი არაფერი. ანუ ვერ შეცვალეს რაღაც ვერ დახვეწეს. დიზაინი ვერ დახვეწეს და ისე ეგეთი მძიმე ტლანქი რაღაცა ტიპი არის. მაგრამ აქ მეტა რაღაცებს ჩალიჩობს რა. მეტა კი და სხვა შორის მეტა ძალიან სწორ გზას დაადგა რა. აი განსაკუთრებით Ray-Ban-თან კოლაბორაციით და ეს მეტა სათვალე რაც გააკეთეს და ეხაც რო გამოუშვეს მეტა display თუ გინახავს, ძალიან საინტერესო არის რა. მაკეთ მიდის უფრო მთელი ბაზარი და Apple-იც რეალურად ანუ Vision-ზე აღარ არის იმდენად გადართული და უფრო წავიდა რაღაცა ჭკვიანი სათვალისკენ, რომ Ray-Ban-ის მსგავსი რაღაც გააკეთოს რა. შესაბამისად ხო, ანუ მე ძალიან ხშირად ხდება უკვე მეტა სათვალე, კი, მე საქართველოში ყველგან არის ფაქტობრივად. ხო, ძალიან. ან ყველას დაევასა ზუსტად ეგ ნაწილი, რომ ანუ ჩაშენებული გაქვს კამერა, ეგრევე შეიძლება მარტივად რაღაც გადაიღო, voice assistant-ია ჩაშენებული. ერთადერთი რაც საქართველოში არ გვაქვს არის Meta AI. თუმცა ხო, იმედია, ეგ არის რეალურად, ანუ სათვალის 50% ფაქტობრივად ჩათვალე რა. ფუნქციონალი. საინტერესოა. ხედავ ახლა მაგალითად იმას, რომ რაღაცა ეგეთი smart სათვალე შეცვლის მაგალითად smartphones. სადღაც ხედავ კი და ანუ მომავალი რეალურად მან თითქოს არის, რომ ყველა სათვალე hands-free experience გქონდეს, ხო რა, არ დაგჭირდეს რაღაცა, ანუ ეკრანი, რომელიც ამ შემთხვევაში და ბოლო დროის განმავლობაში უფრო არის გართობის საგანი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა პლატფორმა, სოციალური პლატფორმა რაც გვაქვს, მუშაობს იმაზე, როგორ მოიპაროს შენი attention რა. კი. აი მუშაობენ მაგაზე, რომ შენ დაიწყოს scroll-ა და არ გაჩერდე. და ეგ არის პრობლემა უკვე დღესდღეობით რა და იქ თვალებით ასრყობენ. ხო, აი იმედია მართლა არ იქნება ისეთი მომავალი, სადაც ნუ აი მეტა display-ში მაგალითად ჩაშენებული იქნება Instagram-ი, სადაც ესე ასკროლავ თვალით რა. ეგ არის ცოტა სიკიჟე. Vision-ზე უკვე შეგიძლია, თუმცა ეგ როგორ შეგიძლია. და TikTok-ი scroll. ხო, არა, მე სხვათა შორის 2 წლის წინ რო გამოვიდა, გავტესტე და ძალიან უცნაური ფილი ჰქონდა რა, იმიტომ რომ ბევრად რეალისტური იყო ვიდრე ახლა Oculus-ი რა მაგალითად. ხო, ანუ რეალურად სხვაგან ხარ რა. კი, ანუ ძალიან კარგი ხარისხის არის, ხვდები რომ კარგად არის თვითონ პროდუქტი გაკეთებული, თუმცა ბევრი სერვისი აკლია Vision-ს. არც თუნდაც Netflix-ის ყურება გინდა, YouTube-ის ყურება გინდა, არაფერი არ აქვს ფაქტობრივად რა. და შესაბამისად მან დიჭედები, რომ საერთოდ რისთვის არის მაშინ ეს მოწყობილობა რა. და პლუს მთავარი პრობლემა რაც აქვს არის ინდივიდუალური გამოყენების რა და ძირითადად ახლა ფილმებს რო უყურებ, მაინც გინდა რომ ან მეგობართან ერთად უყურო, ან რაღაცა კომუნაში უყურო რა. და ეს რაღაცა shared experience-ები გქონდეს და იქ ფაქტობრივად მარტო ხარ და მარტო უყურებ ამ ყველაფერს, მარტო უყურებ ფილმებს, მარტო scroll-აო მან Safari-ს და ასე შემდეგ რა. მაგრამ მე ხარ რო ვაკვირდები ხალხი ისე უბრუნდება რაღაც ესეთ კონტაქტ ფილ იმეებს რა, შეგნებებს რა, ახლა ზუსტად
ბოლო ჩემი ვიზიტი ევროპაში იყო, ამსტერდამში, ჰოლანდიაში ვიყავი და ესეც საღამოს, თავისუფალ საღამოს წავედი ბარში. ნუ რაღაცა ბარ რესტორანი იყო და უბრალოდ ვაკვირდებოდი გარშემო მაგიდებს რა და ტოტალურად აი 100%, 100-დან 100%-ით არავის არ ეკავა ხელში ტელეფონი. ყველა იყო ჩართული საუბარში, მაგისთვის იყვნენ მოსულები, რომ ერთმანეთს ნახონ, ისაუბრონ და ამ შემდეგ. საქართველოში არ არის ეგრე. არა, ჩვენთან აი რომ ვაკვირდები, ალბათ 50-50 არის რა, მაინც ვიღაცა ტელეფონში ვიღაცას ხოლავს რაღაცას რა, საკეთებს რა. საინტერესოა. ხო, აი ეგეთ მაგრამ ხო, ანუ რეალურად ახალ თაობაში უფრო უყურებ მაგას, რომ უფრო გათიშულები ოფლაინ ურჩევნიათ ყოფნა. თუნდაც არ ვიცი კამერები რო ავიღოთ, აღარ უნდათ მაგალითად ისევ ტელეფონით გადაღება, არამედ რაღაცა ფირის ფოტოგრაფია წამოიწია. ეს რაღაცა რეტრო ტექნოლოგია, ისევ შემოდის უკან, თითქოს ბრუნდება რა და ეს ოფლაინ რეჟიმით ამ ყველაფერს მოყვება რა და იმედია, იმიტომ რომ ხო, ანუ შენ რაც ახსენე, იმენა ძალიან კარგი მომავალი არის რეალურად რა. და გამიკვირდა და მათ შორის ჯანსაღებს თქვი. კი, და ციგნების საკითხვა. თუნდაც Kindle-ში, თუნდაც ისე ფიზიკურად აუცილებლად გამვითარდით, მეტი იკითხეთ, მეტი ისწავლეთ ხალხს რა. ავტოთემატიკაში როგორ ხარ შენ? ავტოთემატიკაში იცი რა არის, ანუ თქვად ეხლა უფრო დაინტერესებული ვარ ელექტრომობილების ბევრად უფრო მომრავლებით, ასე ვთქვათ. კი, აი რა ვიდეოები ხდება შენი რა მაგალითად. ხო, ეგ სფერო უფრო მაინტერესებს, ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივი მანქანას იმართლა გითხრა რა. მე თვითონ პირადად მანქანა არ მყავს, ყოლია მხოლოდ სკოლის ბოლო წელს მე-12 კლასში, სანამ ავარია მომივიდოდა. ну ძალიან ესეთი არასერიოზული ავარია, მაგრამ ну მაინც ყოველ შემთხვევაში ჩემივე ლაიფსტაილიდან გამომდინარე მირჩევნია რომ ფეხით ვიარო, მირჩევნია რომ არ დავკარგო დრო საცობებში, მithumetas თბილისში ეგ ძალიან დიდი პრობლემა არის და ზოგადად საქართველოში ტრანსპორტის. მაგრამ ელექტროსკუტერებზე რაღაცას იყენებ. სკუტერი მყავს კი და იდეალურად დავდივარ, ანუ ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე 10 წუთში 15 წუთში მოვდივარ. ეხა უბრალოდ ვერ მოვედი, იმიტომ რომ ცივა სამწუხაროდ და წინაზე ეხა ზუსტად რაღაც ერთი თვის წინ რომ დავდიოდი სკუტერით გავცივდი, მაგრამ ხო, იმას ვქენი რა, დავასტოპე ცოტა ხანი სკუტერით მოძრაობა და ფეხით მოკლედ ბევრად უფრო ჯანსაღია ჩემთვის რა, ანუ ბევრად უფრო მირჩევნია რომ ფეხით მივიდე იქით-აქეთ და უფრო სწრაფადაც მივდივარ ვიდრე მანქანით რა. მაგრამ ხო ხედავ მომავალს აი ელექტრომობილებში ხო თავისთავად ხო მომავალი არის და ცალსახა არის, ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი არის. ბევრად უფრო კაია, ჩემი აზრით ტექნოლოგიურად მომწონს ძალიან, თუმცა ნუ ხვდები რომ ეხა ბენზინის ჩვეულებრივ მანქანას თავისი სეგმენტი ყოველთვის ეყოლება. კი არა, ეყოლება ყოველთვის. შიდა ძრავებს ყოველთვის ეყოლება თავისი სეგმენტი, ასე ვთქვათ რა. ოკეი, მოდი რა შეგიძლია რომ ურჩიო მაგალითად მაყურებელს, რა smartphone-ი შეგიძლია ურჩიო და რა gadget-ები რა. ეხლა მაგალითად 2025 წლის მიწურულს ან რას დაილოდონ 2026 წელს. როგორც Apple-ის მომხმარებელი, არ ვიცი, ვიტყოდი რომ წელს iPhone-ები ძალიან წარმატებული გამოდგა. Air-ს თუ არ ჩავთვლით ერთადერთი, იმიტომ რომ ხო, Air-ი არის ერთადერთი ფეილი, თუმცა დანარჩენი 17 Pro და Pro Max-ი არის ტოპ, იმიტომ რომ ბატარეაშიც ძალიან დიდი წინსვლა არის, განსაკუთრებით ის სიმიანი მოდელები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი მოცულობა აქვს. 7-8 საათის screen-ონი ჩვეულებრივად შეგიძლია გამოწურო, რაც კაი ხანი არ გვინახავს iPhone-ში, iPhone-ის ბატარეაში რა. Samsung-ების მხარეს ახლა ველოდებით S26 სერია. ეგიც საინტერესო უნდა იყოს. Flip და Fold 7 თავის სეგმენტში საინტერესო არის, თუმცა უკვე რადგანაც 6 თვე გავიდა მაინც საფულში ახალ მოდელს ველოდებით და ჯობია დავველოდოთ. მაგრამ ნუ Apple-ის კეცვაც ვინც ველოდება, ეგეც 2026-ში კაი დიდი სიახლეები გველოდება Apple-ისგან რა, იმიტომ რომ აი სტანდარტული 16-17 სერია რაც არის, უბრალოდ 17-ები, უბრალოდ 18 აღარ გამოვა უკვე სექტემბერში, არამედ მის timeline-ი გადაინაცვლებს გაზაფხულზე
და ეს 2026 წლის სექტემბერი მაგარი დატვირთული გვექნება Pro ხაზით და iPhone-ის Ultra ხაზით. რაც იქნება კეცვადი ტელეფონი რა. ოკეი. საინტერესო 2026 გველის მოკლედ რა. ძალიან კაი. კიდევ არ ვიცი რა гаджеტები შემიძლია ურჩიო ადამიანებს ძალიან ინდივიდუალურია რა ზოგადად რა ანუ ვიღაცა შეიძლება Android-ს იყენებდეს, ვიღაცა iPhone-ის პრეფერენცია ქონდეს ჩემნაირად, ასე რომ ძალიან ინდივიდუალური არის. ახლა მე მაგალითად მე ახლა Apple-ს ვიყენებ, iPhone-ი მაქვს, მაგრამ ვიყენებ Nothing-ის კურსას. ოკეი. საინტერესოა. Nothing Years და ძალიან მომწონს, ძალიან. დიზაინი, ხმის აუდიო დრაივერებიც cool და არ გირჩევნია თქვა ბარემ iPhone-ს რადგან იყენებ არ იმდენად შევეჩვენე მომწონს. არ ვიცი რაღაცნაირად ერთგული გავხდი მაგის რა, რაღაც ან კაი ტიპია რა. და ვფიქრობ რომ ანუ ახალი მოდელი ვიყიდო და ისე მომწონს რა. ხო. Nothing-ის სხვა შორის ძალიან ისეთი არის, ანუ ორიენტირებულია რომ ორივესთვის გააკეთოს აქსესუარები რა, ანუ Android-ისთვისაც კარგად მუშაობდეს და Apple-ისთვისაც. ან თვითონ მათ CEO ვინც არის კაროპეი ძალიან transparent ტიპი არის რა. მაგარი YouTube ჩანელი აქვს თუ გინახავს. ანუ პირდაპირ შეუძლია რომ რაღაც iPhone-ი აიღოს, iPhone-ის review გააკეთოს Nothing-ის CEO-მ. ანუ ეგ არის ძალიან cool სტრატეგია. და დიზაინიც კაია, მომწონს. დიზაინიც კი. ფუტურისტული რაღაცები აქვს და მე მგონი აი არ ვიცი, ალბათ ოდნავ მეტი ბიუჯეტი, არ ფინანსები ჭირდება Nothing-ს რომ დაიხვეწოს რა. ძალიან კაი მომავალს ვხედავ მის ხედვაში ასე ვთქვათ. ხო, ანუ სტრატეგია და ხედვა აქვს უბრალოდ ძალიან კარგი რა და არც ცდილობს იმას თქვათ, რასაც სხვა ბრენდები ცდილობენ. აი პირდაპირ გადააკოპირა, მე რაღაცა რეკლამები გადაიღო რომ აინახე iPhone-ს ჯობი ვართ და ასე შემდეგ, რასაც ძირითადად Samsung-ი შვება ხოლმე. რაღაცა მსგავსი იაფფასიანი სტრატეგიები არ აქვს მოკლედ რა. ანუ კარგად დაფიქრებულად აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს და იმედია ამოიქაჩებიან რა. Sure. ბრო, მოდი კვიზზე გადავიდეთ რა. უცებ რაღაცებს ვკითხავ და რაც კი მოგიო თავში პირველივე ეგრევე ატაკი ასე. საინტერესოა. ოკეი. iOS-ი თუ Android-ი? iOS-ი ჩემთვის პირადად. ლეპტოპი თუ PC? ლეპტოპი. ოკეი, სადენიანი უსასმელი თუ უსადენო? უსადენო ყოველთვის. შეიძლება სადენიანი editing-ისთვის დაგჭირდეს, მაგრამ მე საფრთხოდ ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომელიც აედიტებს ხმამაღალ მთელ სახლს ესმის ჩემი editing-ი, იმიტომ რომ ნუ არც. ოკეი, არა კაი ფილია. ოკეი, დატენვა უსადენო თუ სადენიანი? სწრაფი თუ გინდა სადენიანი, ღამე თუ გინდა დატენო, უფრო პრაქტიკულია უსადენო, უბრალოდ. ოკეი. გვაქვს უკვე ნელ-ნელა ალტერნატივები სწრაფი უსადენო დამხვტვისაც, თუმცა რავი. 50-50-ია ჯერჯერობით რა. ოკეი. ეხლა ნახე. თითი თუ სტილუსი? თითი. ეგ იმენა ის 2007-დან მომდინარე კითხვა არის, პირველი iPhone-ი რომ გამოვიდა, რომ Steve Jobs-ი რომ ამბობს, რომ ეს სტილუსი არა და თითი. კეცვადი ეკრანი თუ სოლიდი რა? ჩვეულებრივი ჯერჯერობით გამძლეობის კუთხით. ჯერჯერობით. მე ვნახე. Safari თუ Chrome? Safari. Mac-ისთვის Safari აუცილებლად, იმიტომ რომ Chrome-ს თუ დააყენებ, ეგრევე ელემენტი 2 საათში დაგიჯდება და Safari-ზე, რავი, ეგრევე ოპტიმიზირებულია რა. Okay, ChatGPT თუ Gemini? ChatGPT. რატომღაც არ ვიცი რატო, აი, მაინც უფრო ChatGPT-ს ვიყენებ ტელეფონზე რა. Gemini ალბათ უფრო live-ის თემაში ვიყენებ ხოლმე. ანუ, როდესაც კამერა მინდა, ვთქვათ, მოგზაურობ, ძალიან ის არის, რა ქვია, საინტერესო ფუნქცია არის სხვა შორის, რაღაცა ღირსშესანიშნაობას ხედავ, რაღაც კამერას მიავლებ და მითხარი რა არის და გეუბნება. კაი. ფიზიკურად ფოტოაპარატი თუ smartphone-ის კამერა? ორივე მაქვს და ძალიან ძნელია, მაგრამ ისევ და ისევ ტელეფონი, იმიტომ რომ მალევე შეგიძლია რომ დაედითო და მალევე შეგიძლია რომ გააზიარო შენი მომენტი რა. რაც კამერით ალბათ არ შეგიძლია და კამერით უფრო იდეალიზმისკენ ხარ მიდრეკილი და iPhone-ით პირიქით შეიძლება dump ფოტო გადაიღო და რაღაცა, ანუ
აზრით იდოს მაგაში რა და სწრაფად აკეთებ ყველაფერს სისწრაფეში iPhone. ოკეი. რომელი კომპანია ბაძავს ყველა დანარჩენ smartphone-ებში რა? ყველაზე პლაგიატი კომპანია. Xiaomi ალბათ. Xiaomi. ჩემთვის Xiaomi. ოკეი. ერთი гаджеტი რაც სულ უნდა გედოს ჯიბეში, ოღონდ არა smartphone-ი. AirPods Pro. ჩემთვის. ოკეი, cool. ოკეი, კაი. ერთი гаджеტი რომელიც ტყუილად გიდევს სახში, სულ. Vision Pro, ანუ უაზროდ მიდევს ძალიან, მაგრამ ხო. მინდოდა unboxing-ი უბრალოდ გამეკეთებინა და გამომეცა და მეთქი რაღაცა მომავალი დევს ამ гаджеტში, მაგრამ სამწუხაროდ თაროზე აღსებულოს რა. ოკეი. გადარჩენის ამბავში რას აირჩევდი ფანგიანი Nokia თუ iPhone 17 Pro Max? iPhone. იმიტომ რომ თუნდაც ყველაზე მინიმუმ სატელიტით მაინც უკაცრიელ კუნძულზე დაუკავშირდებოდი მაინც ვინმეს და Nokia-თი თქვად ეგრე ვეღარ იზავს სამწუხაროდ. ბაიმეს ფანარი ორივეს აქვს. ფანარი აქვს. ორივეს აქვს. всё, ეგ არის ძალიან კაი საუბარი გამოგვიდა, ტექ საუბარი, smartphone-ებზე უფრო მეტი ვისაუბრეთ სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ოკეი. როგორც smartphone-ის ტიპი. Yes, sure. აუცილებლად ნიკას არხებზე გადადი, description-ში იქნება, გამოიწერეთ. ყველაფერი YouTube-ზეც აქტიურობ შენ ხო თუ ისე? YouTube-ზე უბრალოდ short-ებს ვდებ იმ კონტენტს, რასაც ვაზიარებ დანარჩენ პლატფორმებზე. შესაძლოა სადაც შეხვიდეთ. იგივე ექსპერიენსი დაგხვდებათ აუცილებლად. ჩემი ახლის გამოიწერეთ, გადააზიარეთ ვიდეო, კომენტარები დაგვიწერეთ, რის გამხილა შეიძლება გავაკეთოთ. ასე შემდეგ, აი ნიკა Apple-ის თითქმის ყველა პროდუქციას არეკლამებს, ასე რომ ნიკასთან უეჭველად რა. ძალიან დიდი მადლობა და პირიქით მადლობა. რავი, ტექ შეხვედრამდე რა. ოკეი, შეხვედრამდე.